ჟიზვარამ სიმღერის თანხლებით სროლა თბილისის ცენტრში და სროლა კადიროვის ჩეჩნეთში. ვინმე სპორტსმენი თიკუნით ქრეიზი ძმაბიჭებთან ერთად გულობს და ისვრის. ადამ კადიროვმა საკუთარ ქორწილში ისროლა. პუტინის კადიროვის ჩეჩნეთის რეალობა ბესპრეძელია, აი ისევე როგორც პუტინის ბონეკა რადნოის გრუზიაში. საოკუპაციო კედლით შემოგობილში, რასაც გინდა იმას იზავ, მანამდე სანამ ეს კედელი არ დაინგრევა, თუმცა თავისით არაფერი დაინგრევა თუ არ დაანგრიეთ. ზუსტად ერთ კვირაში 23 ნოემბერს თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე 22 წელი გავა მას შემდეგ რაც პრეზიდენტი შევარდნაძე ხალხის მოთხოვნას დათანხმდა და თანამდებობა დატოვა. სახლში მშვიდობიანად წავიდა და გაუშვეს. გაუშვეს და წავიდა. კორუმპირებულ მაფიოზურ კრიმინალურ და სხვადასხვა ეტაპზე პრორუსულ გარემოცვაზე ვდგომ, მაგრამ ის გარეშე მაინც გამოცდილ შევარდნაძეს გამბედაბა ეყო და ისტორიულ გადაწყვეტილება მიიღო საბჭოთა წასულთან, ბევრ ნაკთან და სადაო წინააღმდეგობრივ მოვლენებთან და ასე შემდეგ შევარდნაძე საქართველოს ისტორიაში ამ გადაწყვეტილებითაც შევა. მის მრავალწახნაგოვან ჯერ კიდევ შეუსწავლელ ისტორიაში ბარდების რევოლუციის გარდამტეხ საღამოს მისი გადაწყვეტილების ისტორია ჩემი დაკვირვებით წლების მერე მხოლოდ რუსებისთვის და ივანიშვილის გრუზიისთვის არის მიუღებელი. პუტინის ივანიშვილის რეჟიმს ახლა რაც აშინებს ხალხია. ხალხი, რომელიც მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ბოლო 1 წელია ღირსების რევოლუციის ფერხულშია. ვიცი ყველას გეჩქარებათ, ვიცი წელიწადი კი არა, 13 წელი ძალიან ბევრია, მაგრამ მერწმუნეთ ცოტა დარჩა. მარტოობის შიშით შეპყრობილმა რუსეთზე ჩამოკიდებულმა და ბაობაბების შემყურემ ზუსტად იცის, რომ მისი დიქტატურის დასასრული ახლოვდება და აქ ჩემი ოპტიმიზმი მით უმეტეს გადაჭარბებული არაფერ შუაშია. ახლა მთავარი კონტექსტი, რომელიც მისი გახსნილი სინდიკატის სასარგებლოდ არ არის წინააღმდეგობის ფრონტის შიგნით და ვითარება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. მე რა რომ ის დიდი რუდუნებით ცდილობს ამ მსოფლიო კონტექსტიდან ამოგვაგდოს. ვარდების რევოლუციის თანამედროვე კონტექსტს კიდევ მიუბრუნდები და კიდევ ერთხელ შევეცდებით შემებურა დავხსნა, რას და რატომ მებრძვის ახლა ივანიშვილის კლანი და რატომ არის მიუხედავად უამრავი განსხვავებისა ერთმანეთთან კავშირში ზვიადი, ედუარდი და მიშა. რა აქვთ მათ ერთი უმთავრესი საერთო, რასაც საქართველოს ქართველი ხალხის იდენტობა ქვია, ისტორიულ-კულტურული და პოლიტიკური იდენტობა, რომელსაც ასე მეთოდურად აქრობს და ასამარებს ივანიშვილი. Mr. Gorbachev, open this gate. Mr. Gorbachev, tear down this wall. რეიგანის ამ ისტორიული სიტყვიდან მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სიმბოლური გამყოფი კედელი დაინგრა. კედელი ხალხმა და კონტექსტმა დაანგრია. მსოფლიო შეიცვალა. ცოტა ხანში საბჭოთა იმპერიაც დაინგრა. 9 ნოემბერს შუაგულ ევროპაში ბერლინში რუსული საოკუპაციო ბეტონის კედლის დანგრევიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 ნოემბრამდე 7 თვით ადრე აქ რუსთაველზე თავისუფლების მოყვარე ხალხმა რუს ჯალათებთან გარდატეხ ბრძოლაში დიდი სისხლის ფასად გამარჯვება მოიპოვა. უხილავი საოკუპაციო კედელი დაანგრია. 36 წლის შემდეგ ქართველი ხალხი ისევ რუსთაველზე დგას და ახლა ისევ უხილავს, მაგრამ იმაზე უარეს კედელს ანგრევს. ბეტონის რუსულ ღობეს, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს შემოავლო. შემოღობა და ცივილიზებული სამყაროდან გამოტიშა რუსეთის უკანა ეზოდ აქცია. რუსული დაკვეთით ყველაფერი დააკონსერვა, რასაც საქართველოს მომავალი თავისუფლება და განვითარება ქვია, გრუზიად გადააკეთა. შეიძლება პუტინის მონა და რას ნიშნავს დავშვიდე? რას ნიშნავს დავშვიდე? თქვენ რას ნიშნავს დავშვიდე? პუტინის ძალებას ასრულებ. თქვენ არ დავშვიდები. არ დავშვიდები ლეკმო ივანიშვილის. რას? ლეკმო ივანიშვილის. მისი პირადი პატიმრის მესამე პრეზიდენტის ისტორიულ პრეცედენტული გადაწყვეტილება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებამდე წლებით ადრე მან უამრავი მიზეზთა გამო მოწყვეტი საზოგადოების დიდი ნაწილი რუსული ტყუილებით დააბოლა.
ბოლო 13 წლის მანძილზე უამრავ ტყუილებს შორის ყველაზე გამორჩეული ეს სამი ტყუილია: ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო, საგარეო ევროატლანტიკური კურსი და გლობალურ მსოფლიოში ქართული იდენტობის შენარჩუნება. რას გულისხმობს ივანიშვილის სინდიკატი ქართული იდენტობის დაცვაში? იტყვით ახლა მამულს ენა სარწმუნოებასო. მე კი გეტყვით რომ არაფერს. ილიას სახელს ამოფარებულმა ილია გააქრო, რადგან ილიას არსი წარსულიდან შობილი აწყვა, რომელიც მომავლის მშობელია. ერთს აღარ დაგრით საკუთარი ფილოსოფიური წიაღსვლებით, მარტივი მაგალითებით შევეცდები. მამული, რომელი მამული გონიოში და კწანისის ტყეპარკში არაბული ქალაქები? აქ უცხოური ინვესტიციების წინამდეგი არავინ არის. ახსენით გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებას იქნებ მოგწევს, მაგრამ დიდი ალბათობით რომ აღმოჩნდეს ეს ფულის გათეთრება, ქეშის ტრიალი, რუსული კაპიტალი, შავი ფული და ასე შემდეგ არის. გამახსენდა იდენტობის და სუვერენიტეტის გადარჩენა ხომ მხოლოდ მედიის, არასამთავრობოების, პარტიების და მოქალაქეების ჯიბეში ხელის ფათურია. არაბებთან ხელშეკრულება რა ჩვენი საქმეა? ეხა შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს, რა შენი საქმეა, ვინ გიკითხება ის რა შენდება ხო ნახავ. რეჟისორად წოდებულ პროპაგანდისტს კიდევ დაუბრუნდები, მანამდე კი ერთი ძალიან ნაცნობი მისი კალიბრის პროპაგანდისტი. არაბიზაციაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი რა. და მეცინება ეხა ყველაფერთან დაკავშირებით. კი, მისთვის სასაცილოა ის ხომ იმით არის უცნობი, რითიც ნაცნობია და გარეჯე რა ისმის ძვირფასო ნაცნობო და უცნობო პატრიოტებო. ექსპერტებო, საზოგადო მოღვაწეებო, არტისტებო. იდენტობა ქართული სული მამული ამოწურა რუსულმა პროპაგანდამ ამ მიმართულებით საკუთარი თავი, ვეღარ კიდით ფუჭ პატრიოტიზმს, გამახსენდა ახალ ხომ სუვერენიტეტი და ეკონომიკაა გადასარჩენი, ისევე როგორც რუსეთში და ამ ყველაფერს ხომ დამპარი იმპერიალისტები, ამერიკელები და ევროპელები ებრძვიან. სიმართლე კი ის არის, რომ მამულის დაცვის თქვენეული რუსული გაგება მხოლოდ იმ ერთი კაცის დაცვა, რადგან ზუსტად იცით რომ ის ბოლო რუსია და თუ ის არ იქნება ვერც თქვენ იქნებით, თქვენი მამული ხომ მისი შემოღობილი რუსული გრუზია. ენა გავკადნერდები დიდ გრიგოლ რობაქიძეს დავესესხები, ენა რომელიც აზროვნებს და რადგან აზროვნებს განათლება სჭირდება. ეგრე ქართულად ჯალათები სტალინი, მისი ვირი სერგო და ლავრენტი პავლოვიჩიც საუბრობდნენ, აზროვნებით კი რუსულად აზროვნებდნენ. ამიტომ ხომ არ გადაწყდა განათლების მოსპობა, განადგურება. განათლება ხომ აზროვნებაა, მოაზროვნე ინფორმირებული, მსჯელობის უნარის მქონე ადამიანი, დიქტატორის ტირანი ის პირველი და მთავარი ტერია. გაუნათლებელი ადვილი სამართავია, გაუნათლებელი ხალხი ხომ დიქტატორის მთავარი საყრდენია. მერე ერთ დროს ადამიანს იმისაც ჯერ რომ თავისუფლება მონობაა, მე როგორც ხდება ენაში სიტყვების რაოდენობასაც შეამცირებენ და ცნობიერების დიაპაზონიც შეგიმცირდებათ. მე რას მიირთმევ, უკვე ვერ ხვდები. თავარია სტომაქი სავსე გქონდეს. აგერ აქაა ბაზალური და ჭამე. სარწმუნოება ამათი რუსული გაგებით, სარწმუნოების დაცვა საპატრიარქოსთვის, რომელიც ჩემი აზრით დიდი ხანია კირილის პროვინციულ ჯაღმაიძის კანტორად იქცა, ერთხელად მიწების და ტყის მასივების გადაცემაა. დღესასწაულებზე ამბიონზე ასვლა, ხელზე მთხვევა და დიდი სანთლის დანთება, რომელსაც მერე პროპაგანდა ზარზე იმით გააშუქებს. რეალურად კი ივანიშვილის რუსულ სინდიკატს ეკლესიასთან და რწმენასთან საერთო არაფერი აქვს. რომ ჰქონდეს მოусმენ და უთვალთვალებ და დააშანტაჟებდა? პასუხი თქვენ გაეც. მართლმადიდებლობის დაცვას ამოფარებული ივანიშვილის სინდიკატის რეალური სახე კი სხვა ტაძრები რომ არ ჩავთვალოთ, იცით ალბათ რაც არის გელათი, რომელიც მხოლოდ რელიგიური ნაგებობა არ არის. გელათია გარუსების პირას მყოფი ქართულობის ერთ-ერთი მთავარი იდენტობა. გელათი კულტურული იდენტობა, გელათი აკადემია განათლება, გელათი რწმენა და გელათი აღმაშენებელი. წმინდანი მეფე, რომელიც ამათმაც მარტივად დაივიწყეს, რადგან მას ხომ რუსეთთან არ ქონია შეხება. ის ხომ აღმაშენებელია. მე ჩემაზე დავრჩები გელათთან დაკავშირებით ვანდალიზმი, რაც ახლა გელათის თავს ხდება, მისი განადგურება, მოშლა, წასვლა, კონსერვაცია, რუსული პროექტია და სულაც არ არის აუცილებელი ამ სპეცოპერაციაში მონაწილეებმა იცოდნენ, რომ რუსულ საქმეს აკეთებენ. კიდევ ვიცით რა არის რუსული საქმის კეთება? ქალზე ძალადობა, ქალის დედის დედაშვილობის დაკნინება, ამ ყველაფრის ბრტყელ სადღეძელოში ჩატოვება. გრუზინმა ღიფზე და ყანწზე ჩამოწუნწულ ღვინოში ჩატოვა ამ ყველაფრის პატივისცემა. დედა, ქალი, დედაშვილობა მარბიელს აგინებინა.
და რადგან სხვა მოძალადებთან ერთად ახლა გადამალული ხარება იყო არის და იქნება მათი კოლექტიური სახე, თამამად ვიტყვი, ხარება კი არა ის ერთი კაცი იგინება, ასე რომ არ იყოს ზიამაღლობელი ძევალი არ იქნებოდა. ქალბატონ აზას ასე არ მოექცეოდნენ, ქალბატონ ლიანას სახში ბბო არ მიუვარდებოდა. 9 შვილის დედას რუსიკოს არაფრის გულისთვის არ დააპატიმრებდნენ. დედაშვილის ფატის და ბაიას დილეგში არ გამოამწყდებდნენ. გავაგრძელო ივანიშვილის ფარისევლობა, 13 წელს ახლა ვერ ჩავატევ. ტყუილია რომ ევროპა იდენტობას გვართმევს. რუსული ტყუილი. დღეს 21 საუკუნეში იდენტობა მხოლოდ მამული ენა და სარწმუნოება არ არის. ილიას სამეული ახლა ერის საზოგადოების სახელმწიფოს პოლიტიკური იდენტობაა და ის მხოლოდ კულტურულ-რელიგიურ იდენტობამდე არ დადის. თანამედროვე მსოფლიოში ქართული იდენტობა მაშინ დაიკარგება, თუ პოლიტიკურ იდენტობას დავკარგავთ. ეს იცის რუსმა მისი დავალების შემსრულებელმა და იდენტობის ფესვებთან ერთად ახლა იმიტომ ანადგურებს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობას. პოლიტიკური იდენტობა კი სამართლებრივი, დემოკრატიული, სუვერენული, არარუსული გაგებით სახელმწიფო და მისი ინსტიტუტებია. ამიტომ მიიტაცა მან და გაუქმა სახელმწიფო. ამიტომ ებრძვის ქართულენოვანი რუსული პროპაგანდა ყველაფერს, რაც თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროსთან აახლოებს ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ებრძვის ევროპაში დაბრუნების საუკუნოვან ქართულ იდეას. რუსულ ნეხვში დარჩენა მხოლოდ იდენტობის დაკარგვა, აი ევროპა კი გარანტია იმისა, რომ იდენტობას არათუ დავკარგოთ, შევინარჩუნებთ. ვერც ერთი რუსი და გრუზინი ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ევროპულერს, რომელსაც ევროკავშირის წევრობის გამო იდენტობა დაკარგა. ხოც გრუზინულ-რუსული პროპაგანდა ტყუილს ჭეშმარიტებად ასაღებს, არადა რა მარტივია დაინახო, რომ ბორიეს ინტერესები, ფული, უსაფრთხოებაა მატერიალური საზრუნავი. ევროპა საქართველოს სახელმწიფოს კი არა, ივანიშვილის დიქტატურას, რუსის ბოგინობას უქმნის საფრთხეს. ამიტომ გამოგორა შარშან 28 ნოემბერს ბიზნამ მისი ირაკლი და უარი ათქმევინა ევროპაზე, მაშასა და მე ქართველობაზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამიტომ გაასამართლა კომისარ წულუკიანის ტროიკამ პოლიტიკური კლასი ვარდების რევოლუცია, რუსული ჰეგემონია და მხოლოდ ქართველების კი არა, ურდოს ტყვეობაში მყოფი ერების თავის დაღწევის მაგალითი. ამიტომ იყო თავისი არსით 2012 წლის არჩევნები კონტრრევოლუცია რუსულად. ამიტომ გაასამართლა ივანიშვილის წულუკიანმა თანამედროვე საქართველოს გმირობის ბრძოლის თავდადების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ანწუხელიძე. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ანწუხელიძის გასამართლებით ქართულ ჯარისკაცს უთხეს, რომ ბრძოლას იდენტობის, თვითყოფადობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის სახელმწიფოს შექმნისთვის აზრი არ აქვს. პირდაპირ ეთერში ანწუხელიძის გასამართლებასთან ერთად დედები, ოჯახები, შვილები გაასამართლეს, გმირობა და იდენტობა გაასამართლეს. ივანიშვილისთვის იდენტობა დაკარგული იდეალური ქართველი, ანუ გრუზინი, ჩემი აზრით, დიდი ჯავახიშვილის ხიზანი ჯაყოსთვის ბრინკად ქცეული თეიმურაზ ხევისთავია. ალბათ იტყვით, რა დროს ჯაყო მარგო და თეიმურაზიაო, ან ჯავახიშვილი რამ გაგახსენაო. რამ გამახსენა და გრუზინის ყოველდღიურობამ, თავისუფლებისთვის და ღირსების შენარჩუნებისთვის ბრძოლას თეიფი და თვალის მოხუჭვა რომ ურჩევნია. ნასწავლი განათლებული, ყავარზე კუდგადებული, მაგრამ ცვედანი და უუნარო თეიმურაზი ხომ ბოდიში და იმ გარუსებულ ქართველს გავს ერთ მისაღეთ სახელმწიფო სამშობლოს მარგოსავით რომ ვერ მიხედა და ბრინკად იქცა. დათვით გაბურძნულ ჯაყოს საჯიჯგნად მიუგდო. თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები მკითხველმა პირველად იხილა. რუსული საბჭოთა რეჟიმის დახვრეტილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი გენიალური ქართველი მწერალი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი რომანი 21 საუკუნის საქართველოს რეალობის ასე ზუსტად ამსახველი იქნებოდა. ვერც იმას წარმოიდგენდა დიდი ჯავახიშვილი, რომ რომანის გამოცემიდან 53 წლის შემდეგ რეჟისორი თემურ ჩხეიძე ჯაყოს ხიზნებს სატელევიზიო სპექტაკლად აქცევდა. ქართულს მარგოს თვალებში ჩაახედებდა და თეიმურას ხევისთავში საკუთარ უუნარობას დაანახებდა. გაჩნდებოდი თორემა. დუმილი, რუსული დუმილი. ეს ახლა ყველაფერთან ერთად ივანიშვილის სინდიკატის მთავარი ხაზია. დუმილი პროპაგანდით დუმილში დამარხული ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების იდენტობა. ბოლოსკენ წავიდეთ და დაპირებული რეჟისორად წოდებული. ანტიქართული პროპაგანდის მთავარი ხაზი რომ სოფლიო ომის უკრაინულ ფრონტზე რუსების მხარეს ყოფნა, ეს ხომ გახსოვთ. ახლა რუსი და გრუზინი პროპაგანდისტების ერთხმაში ზელენსკის ძაგებას გაგახსენებთ. უკვე ისტორიული ვილნიუსის ნატოს სამიტი. Когда я смотрела сегодня на эту фотографию, где он стоит одинокий, грустный в окружении всех этих роскошных людей в белых брючках, девушек на каблучках, да, вот такой всеми обиженный, мне хотелось сказать, уж сколько их упало в эту бездну.
ახლა ნახეთ პროპაგანდის ბინძურ ყუთში მარგოს კოპირება. რეჟისორად წოდებულმა თუ რამე იცის რუსული იცის და თარგმანი არ გაჭირვებია. ფოტო გავუშვით, რატო შეიძლება? ხო, იმას ის რაც ასე ნახეთ რა, შეხედე. აი შეხედე ფოტოს რა, ყველა არავინ არ ამჩნევს. არავის არ აინტერესებს. არავისთვის არ ნახე შეხედე რა. დგას გარიყული ჯამბაზი რა, გარიყული ჯამბაზი, რომელსაც მიუთითეს თავის ადგილი, შეხედე, გამოპრანჭული, ჩაცმული, რაფინირებული, ეს გაპეტუხებული ნახევარზე მეტი დგანან, იქით ზურგით ყველა მიტრიალებული, ზურგით, შეხედე რა. აი ეს არის ნათელი სურათი იმის, რასაც წარმოადგენდა ზელენსკის არც მაშინ და არც ახლა რუსების და გრუზინების დასაცინი არაფერი რომ არ აქვს, ამაზე დროს არ წაგართმევთ. ხაინდრავას ხვით ბიძინას რუსულ რეალობას შემოგთავაზებთ. ქართული იდენტობის, საქართველოს სახელმწიფოს მომავლის, რუსულ ჭაობში დამსამარებლის, ივანიშვილის გამხომანებლის, მორჩილი ირაკლის ერთ-ერთი ბოლო გასვლა ევროპაში. არავის არ აინტერესებს. არავისთვის არ ნახე შეხედე რა. დგას გარიყული ჯამბაზი რა, გარიყული ჯამბაზი, რომელსაც მიუთითეს თავის ადგილი, შეხედე, გამოპრანჭული, ჩაცმული, რაფინირებული, ეს გაპეტუხებული ნახევარზე მეტი დგანან, იქით ზურგით ყველა მიტრიალებული, ზურგით, შეხედე რა. აი ეს არის ნათელი სურათი იმის, რასაც წარმოადგენდა. ეს არის რეალობა. ივანიშვილის გრუზიას იდენტობა კი კორუფცია, მომხვიჭველობა, სიხარბე, სახში დამალული მილიონების ძვირფასეულობა, ხალხის ძარცვის ხარჯზე წამოჭიმული სახლები და გარაკები, შავი ფული, კრიმინალთა და ბიზნესთან შერწყმა, ადამიანის შაგვრა, ძალადობა, მარბიელი რაზმების თარეში და სროლა. აი ის სროლა, როგორც პუტინის რამზანას ჩეჩნეთში გულაობისას ისვრიან. ელულში რო უკვებართ, ეგ ხომ იცით და იგრძენით. თუ ბიძინას ირაკლის ნულოვარი თანადგომა სისრულეში მოვიდა, ხვალ ჩეჩნეთის კადიროვი იქნება. დიდი რუსული საოკუპაციო კედლით შემოღობილი გრუზია. ამიტომ დუმილი კი არა, თანადგომა სოლიდარობა და 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ უხილავ საოკუპაციო კედლს ერთიანობით, სოლიდარობით და თანადგომით დავანგრევთ. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო, დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.